გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ ევროკავშირზე, გზები ევრობლოგისკენ და ყველაფერი ევროგაერთიანების თაობაზე. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში შევიდა უკრაინაზე და მოლდოვაზე 2026 წლის 1 იანვრიდან, გადაწყვეტილება კი მიიღეს 2025 წლის ივლისში. წინ უძღოდა, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს მოლაპარაკებები. ეს გულისხმობს რას? Roam like at home. რაც ნიშნავს იმას, რომ გაუქმდა როუმინგის გადასახადი ევროკავშირში მოგზაურობის დროს უკრაინელისთვის და მოლდოველისთვის და ზუსტად იგივე თანხას გადაიხდიან ისინი, როგორც და რა პაკეტიც მათ აქვთ და რასაც ის ითვალისწინებს უკრაინაში და მოლდოვაში. ეს პრინციპი ამოქმედა ჯერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ანუ ევროკავშირის სივრცეში. ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნა ამით, დაიზოგა თანხა და დრო. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც დამოკიდებული ვართ ყველანი 24/7-ზე ინტერნეტზე, ამიტომ მუდმივად ყოფნა ხაზზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ძალიან ბევრი მიზეზის გამო და თანხებთან ერთად დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაგვემენეჯმენტებინა. მე როდესაც გადავდივარ მაგალითად ბელგიიდან საფრანგეთში, გერმანიაში ან ესპანეთში, ზუსტად იგივე თანხას ვიხდი ინტერნეტში, როუმინგში, ჩემ ტელეფონზე, რამდენიც არის გათვალისწინებული ჩემი კონკრეტული ხელშეკრულებითა და პაკეტით ბელგიაში, ანალოგიური პრინციპი მოქმედებს იტალიელისთვის ბელგიაში, გერმანელისთვის საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამ სისტემაში ჩაერთო 2026 წლის 1 იანვრიდან უკრაინაც და მოლდოვაც. ამ სისტემაში არ არის ჯერ საქართველო, ეს ჩემი ინფორმაციით რამდენიმე წლის წინ იყო ამაზე ლაპარაკი, როდესაც წარადგინეს ინიციატივები კომისიიდან, ეს არის იმ ინიციატივის პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც კომისია მოამზადა პარტნიორებისთვის, ხალხთა შორის კონტაქტის გასამყარებლად და იმ ბენეფიტებისთვის, რომლებსაც მიიღებენ პარტნიორი სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველო ამ პროექტში ჩართული არ არის, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, როგორც გითხარით, გადაწყვეტილებას მოლაპარაკებებს დრო სჭირდება, ივლისში გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 1 იანვარს შევიდა. როუმინგი გაუქმებულია უკრაინისთვის და მოლდოვასთვის და მათთვის ეს საკითხი მოსაგვარებელი აღარ არის. არანაირი დამატებით თანხას ისინი აღარ გადაიხდიან. ეს იყო ამ ვიდეოს შინაარსი დღეს. შევხვდებით ძალიან მალე, დროებით და ნახვამდის.